სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმ კამათებისა, იმ ჟელობისა, თუ შეიძლება ესე ითქვას, რაც შეეხება ნარკოტიკის ლეგალიზაციას, დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას. და ის რაც არასოდეს საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა რა, ჩვენ თვალწინ ხდება ყველაფერი ამის წარმოჩენა. პირველ რიგში ჩვენ ამ ფაქტს ალბათ როგორც ეკლესიამ და სასულიერო პირმა და როგორც ეკლესიამ სულიერი შეფასება უნდა მივცეთ და აქედან უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. სულიერად რა არის ნარკომანია? ბიბლიაში პირდაპირ მოხსენიებული არის ძველ აღთქმაში წმინდა და არაწმინდა ნივთების საგნები, საფრთხო და საერო, უწმინდური და განწმენდელი. აი სწორედაც ესეთი წმინდა და ღვთიურია ღვინო და არაწმინდა და ეშმაკესეულია ნარკოტიკი. ეს არ არის გაზვიადებული სიტყვები და თქვენ თვითონ დაწყვეტებით ამაში. პირველი, იესო ქრისტემ მხოლოდ ყურძნის წვენისაგან დამზადებული ღვინო გამოიყენა ზიარებაში და მარხვაში უბრალოდ ჯულის კანონში პირდაპირ არის მითითებული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ყურძნის წვენისგან, არა მაყვლისგან, არა თქვათ ვაშლისგან, უნდა იყოს შავი, წითელი და ყურძნის წვენისგან. ღვინო არის ცოცხალი არსება. ღვინო არის ახალგაზრდა, ღვინო არის ავანტყოფი, აი რომ დაწურავ ღვინოს, სხვა ჯერ ავანტყოფია ღვინო, იმის დალევა არ შეიძლება. მერე ხდება ახალგაზრდა ღვინო და ერიდებიან ამის დალევას 1 წლამდე. ღვინო არის ნამგზავრი და როდესაც ამგზავრებ ღვინოს, მას ვერ დააჭიშნიკებ და შეფასებას ვერ ვიცებ თუ არ დაისვენა ღვინო. ანუ რაც ცოცხალ ადამიანს აქვს, თვისება ვის თვისებებია ღვინოს. ღვინო მიცის გადაბრუნება, ანუ გაზაფხულზე აი შტოპში ღვინო რო იქნება ძირზე თუ აქ ნალექი, თუ არ გადაიღე, თავისით წარმოვიდგინე როგორც კვირტები იბერება და ყვავილები ყვავდება, აი ესე ღვინო იწყებს ამღრევას თავისით. ხელი რო არ მოკიდო თავისით იმღრევა, ცოცხლდება როგორც თელი ბუნება. და ღვინო ბერდება და კვდება. 40 წლის შემდეგ ღვინო არ მკვდარა. როგორც გაფუებული პურია ცოცხალი და ჩვენ მართლმადიდებლები ქრისტიანები პურს ხმარობთ ზიარებაში გაფუებულს, ამას კიდე სხვა თავის სულიერი დატვირთვა აქვს და არ ახმიანს როგორც ამას ლათინო პაპისტები და კათოლიკები აკეთებენ. ერთ-ერთი მიზეზი ღვინის და პურის ხმარებისა სწორედ ისაა, რომ პურია ცოცხალი, ისე როგორც ღვინოა ცოცხალი. და როგორც ცოცხალ ქრისტეს სის და ხორცს ასე ვიღებ ჩვენ ამას. თუმცა სხვა სულიერი დატვირთვებიც აქვს ამას, ამაზე არ გავჩერდები ახლა. ანაშა, გნებავთ მარიხუანა, გნებავთ პლანი, რაც გინდა დაარქვით ამას. თუ ინა ბიოც არის ეშმაკეული. პირდაპირ. ჯერ საიდან იღებს ეს სათავეს? ღვინო ხო ღმერთთან არის დაკავშირებული პირდაპირ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან. მოსაწევი საშუალებებით თრობა ეს არის აღმოსავლური რელიგიების შემადგენელი ნაწილი, რიტუალური და ინდიელების ამერიკაში. ჩვენ გინახიათ ალბათ და პირდაპირ ბიბლიაში წერია, ანუ წარმართული სამყაროდან მოდის. ბიბლიაში პირდაპირ უბრალოდ ფსალმოში პირდაპირ წერია, წარმართა ღმერთნი ეშმაკნი არიან. პირდაპირ წერია. ეს არის სატანის რიტუალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. თქვენ გინახიათ ალბათ ინდიელებზე ფილმი, როდესაც თეთრკანიანები და წითელკანიანები რიგდებიან. რაღაც შეტაკებები აქვს, შემდეგ შერიგდებიან და ნახეთ როგორ ხდება ეს შერიგება, დაждდებიან წრეში. დაждდება ტომის ბელადი ინდიელების, რომელიც ბუმბულებია გარჭობილი თავში. იწყებენ მოწევას, მოსაწევის, ჯერ ერთი მოკაჩავს, მეორეს გადაცემს, მესამეს გადაცემს. იკვრება წრე. ეს მაგიური წრეა. დღესაც როცა პლანს ეწევენ, ერთმანეთს უტოვებენ, განა იმიტომ უტოვებენ რომ უყვართ. აი ამ რიტუალიდან არის აღებული. ეს არის სატანის რიტუალი. აი როგორც სუფრაზეა წესი, მიცვალებულს რო ახსენებენ და პურს აიღებენ და ღვინოში ჩააწობენ და ჭამეხობენ, ხო გინახეთ ეს რაღაც რო აკეთებენ. ზიარებისთან არის აღებული. აი ეს პლანის ესეთი მოწევის წესი არის სატანური რიტუალი პირდაპირ. თან ნახეთ რა ხდება ამის შემდეგ დგება ტომის ბელადი და იწყებს ტომის მფარველი სულის, ანუ დემონის გამოძახებას, ეშმაკის გამოძახებას. და იწყებს მასთან საუბარს პირდაპირ. როგორც მარხვა და ლოცვა ადამიანს ამზადებს ზიარებისათვის. და აღსარება
ნარკოტიკის მიღება აი ამის რასაც ესენი მცირე სიძლიერს თუ რას ეძახიან მსუბუქ ნარკოტიკს ეძახიან პირდაპირ ადამიანს ამზადებს ეშმაკთან ურთიერთობისათვის ჯერ წარმოიდგინეთ პირიდან ბოლის გამოშვება რა ვინ უშვებს პირიდან ბოლს დრაკონი ურჩხული რომელსაც წმინდა გიორგი კლავს სიბოროტის სიმბოლო პირიდან უშვებს ბოლს ამიტომა სიგარეტის მოწევა თუ რიტუალურ ცოდვაში გადის და არა მარტო ჯანმრთელობის მომენტი რო არ არის ცოტა ხმა მომენტებიც რო აქვს ანუ როგორც ზიარება ადამიანს ამზადებს მარხვა და ლოცვა შემდეგ ეზიარება და ღვინოთი ხდება ქრისტეს ხორცსა და სისხლად იქცევა ორი და ღვინო ლიტურგიის დროს და ადამიანი უერთდება ქრისტეს და თანაზიარი ხდება ქრისტესი აი ესევე ნარკოტიკის მიღება ამ მსუბუქის თუნდაც არის პირდაპირ ეშმაკთან ურთიერთობაში შესვლა ჯერ ესეთი ვისაც დამეთანხმებენ ახლა ვინც ამის ოსტატები არიან ძალიან ძლიერი ნარკოტიკი თუ მოწევენ მე ეწყებათ галлюცინაციები მოჩვენებები და ამას რაღაც ხარნდე ჟარგონები ვიხმარ რასაც ესენი ხმარობ პირდაპირ ბოროტსულებს ხედავენ და ეშინიათ ხოლმე ზოგჯერ არნახული შიშის გზნობა ეუფლებათ ხოლმე და ამას ეძახიან არ მიდეხო თქო ნახეთ როგორ იწყებენ ნარკოტიკის წევა ჯერ ეწევიან მე არ ყოფნი ძდიან დოზას მე რამოდენიმე დღის შემდეგ ის მოსაწევზეა ლაპარაკი იმაზე აღარ არის წამალზე ლაპარაკი ცალკე თემა მსუბუქზე ვლაპარაკო მე რო გაზდიან ამ დოზას რო აღარ ყოფნით მე ან ცოტა უნდა გამოცვალო სხვა მოსაწევი უნდა მოწიონ ან მე რამოდენიმე დღე უნდა დაისვენო რომ კიდე ხელახლა კონდეს ეს როცა ეს აღარ ყოფნის მე ამას ხარშავენ წვავენ ჭამენ რა ვიცი რას არის უკეთებენ და აი ამ დროს ხდება ჩარჩენა ამ მდგომარეობაში მე მყავს შეგარში მე 4-5 კაცი ვიცი ჩარჩენილი დაშტერებული აი ამ რძის მანაგუას ეძახენ მაგის დალევით და ქაში ჭამ და რამოდენიმე წელი ჭირდება თუ გამოვიდა კიდე კაია და ხშირ ჭკუიდან გადადიან ბიორო ეს პრეპარატი ეგეც მოსაწევია ხო ფაქტობრივად მსუბუქია ბიოთი ადამიანები კვდებიან ფანჯრიდან ხტებიან თავს იკლავენ და ეს ხალხი ლაპარაკობს რომ ეს მსუბუქი და არაფერია აღარ ლაპარაკობ ძიმე ნარკოტიკზე ჯერ პირდაპირ მინდა გითხრათ რომ მორფინისტები წამლის მკეთებლები რო აიღო ვინც ნემზეა დამოკიდებული 100 კაცი რო აიღო 98-მა ნემსი სანამ დაიწყდა კეთებას მოწევა დაიწყო 2-3%-ია ვინც პირდაპირ ნემსი დაიწყო არ მოუწევია პლანი შესთავაზეს წამალი და გაიკეთა როდესაც კაც რომელიც პლანს არ ეწევა და წამალს მიცე მეტყვის არა კაცო მე სიგარეტს არ ვეწევ პლანი არ მომიწევი არ მიდე და უარს იძახიან იწყებენ პლანით მოსაწევით გადადიან ბიოზე რაღაც ქიმიურ რაღაცებზე მე და ბოლოში ეს არის წამლის კეთება და თქვენ გინახეთ წამალს კაცი რო იკეთებს რა დღეშია წაში სანამ გაიკეთებს წამალს ყველაფერზე წავა ყველა დედას გაყიდის სულს გაყიდის აი ლომკას ეძახიან რო არ გაიკეთებს ხოლმე წავა რო დაანახო წამალი აი ესე გაუნჯღრი ყველაფერზე წავა და თუ ვიღაცები არ ხედავენ და გონია რომ მარტო ყველაფერს გააკეთებენ ცოლები ყავთ ჩაბარებული წამლის გამყიდველებთან ცოლები ყავთ დატოვებული ქართველ ბიჭებს აზერბაიჯანიდან რო გადმოქონათ ხოლმე მე ვიცი ჩემი თაობა და ვიცი რა დღეში იყო ეს ხალხი შვილის ბოლო ფული აქვს დახარჯული შვილი ექიმთან უნდა წაეყვან ბოლო ლუკმები აქვს დახარჯული ამათმა წამლის კეთება პირდაპირ კი არ დაიწყეს ჯერ პლანის წევა დაიწყეს ეხლა ნახოთ ლოთობა რა არის ლოთობა ჯერ ესერთი ვინ იძახის რომ კაი როდესაც ადამიანი ლოთდება ანუ დეგრადირება ხდება მისი ლოთი ხო წარმოგიდგენთ ჭუჭყიანი ზურზღლიანი თვები აჩეჩილი ეძახიან თეთრი ცხელება ბელა გარეჭკას რო ეძახიან ანუ იმდენად დაეცემა კაცი რომ პირდაპირ ეშმაკი ეცხადება მას ამ ბელა გარეჭკის დროს ხედავს რაღაცა მოჩვენებებს ვიღაცა ეჭყანება ვიღაცა ზოგი ეშმაკებს ხედავენ პირდაპირ ეშმაკებს ხედავენ ხელები უკანკელი დალევენ ერჩიქა და დაწნარდებიან იგივე ხდება ძლიერი ნარკოტიკის მიღების დროს მოსაწევზე ვლაპარაკო წამალზე არ ვლაპარაკო სერიოზულ ნარკოტიკს ასად სერიოზული პლანეტია რომ მოწევენ ეწყებათ галлюცინაციები ეცხადებათ ვიღაცები ეშინიათ შეყუჟულები არიან რომ შეხედოთ პიპერ გიჟია კაცი რა სხვაობა ამათ შორის არაფერი ეს რატო ვიძახი იცით რო იძახიან რომ
აი ლოთობა უფრო ცუდია და პლანი უფრო ჯობია, აბა ეხა პლანი და ლოთობა ერთია და რითი ჯობია ის იმას არაფრით. ჯერ ეს ერთი ნახეთ იესო ქრისტე რას იძახის ლოთობა ნამდვილად ცუდია. ეხლა მე გეტყვით ლოთობაზე რა წერია სახარებაში. ღვთისადმი ხო ნუ ცდებით არცა მეძავთა არცა კერტულ მსახურთა არცა მემრუშეთა არცა ჩუკენთა არცა მამად მავალთა არცა ანგართა არცა მპართა არცა მემთვრალეთა არცა მაგინებელთა არცა მტაცებელთა სასუფევლო ღვთისა ვერ დაიმკვიდრო. პირდაპირ წერიალო ლოთი კაცი სასუფევლოს ვერ დაიმკვიდრებს. გამორიცხულია ლოთი რო 60-ში მოხდეს. ლოთობით კაცი თუ ხდება წესსაგება არ შეიძლება მისთვის. მაგრამ რითი განსხვავდება პლანი დაბოლილი კაცი ლოთისაგან? მეცაც გეტყვით. როდესაც ეკითხებ აი კაცი ნარკოტიკზე ზის და ცუდად არის ყოველ დღე იკეთებს რაღაცა ეს ერთი და იგივეა აქ ზღვარი არ არის მოსაწევს და მსუბუქს და მძიმეს შორის არავინ არ მოგატყუოთ ეს ერთია ეს ფაქტიურად ეს იგივე აი მელიამ რო თქვას რომ იცი და საკათმესთან დამაყენეთ ყარაული ვიქნები ქათმებს არ შევჭამ ანუ გენილო ცხრის ფარას ყარაულად დაუყენო აი ესა კაცმა თქვას მარტო პლანის წევაზე გავჩერდებიო არ არის ესე 100-დან 2 კაცია ვინც პლანზე გაჩერდა და წამალი აღარ უკეთებია ყველა ვინც პლანს ეწევა წამალზე გადადის მერე უმეტესობა ეხლა ნახეთ როდესაც ეკითხები მორფინის რომელიც ცუდად არის რა შვები ჯერ წამალს რო იკეთებს არ დალევა უნდა არაფერი არ უნდა მარტო გაიკეთოს და სცენა უნდა ნახოთ რა რო გაიკეთე და თმების სწორებას რო იწყებე და მოდი გაკოცო და რაღაცა ესეთი ავანტყოფური მოძრაობა შეგზარდება და მე ნახე ეკითხები კაც როგორ ახარ მორფინის და გეუბნება კარგათავ აღარ ვიკეთებ სვავ მისთვის დალევა უკვე კარგია და დალევაზე ხო წაგიკითხეთ რა წერია ლოთობაზე და ადამიანები ვინც წამალზე ზიან და თავს ანებებენ გამონაკლისი არის თუ კაცი ეკლესიაში დადის და თუ ეზიარება მხოლოდ ამით შეიძლება წამალი გადააგდოს გამორიცხული ეკლესიის გარეშე კაცმა წამალს თავი დაანებოს თუ დაანება ლოთი ხდება ეგრევე მისი ტვინი ისე არის დეგრადირებული ამ ნარკოტიკით უკვე მას ფხიზლად ყოფნა არ შეუძლია ან წამალი უნდა დალიოს ან ძილის წამლები უნდა დალიოს მე რაღაცა დააყოლოს და არ შეუძლია აი ამას უკეთებს ნარკოტიკი ადამიანს და ამისკენ მიყავთ ზოგიერთ წარმოვიდგინეთ ჩვენი საზოგადოება ანუ პირდაპირ გეუბნება კაცი რომ აღარ ავსვავ აღარ ვიკეთებ სვავო კარგად ავარო ამასინ გამოვიდა ტელევიზორში ერთ-ერთი წამყვანი ხა ამ და სახელი და გვარი დავასახელი და აღსფოთებული ტონით წარმოგიდგენიათ ხალხო 18 მილიონს ხარჯავს თურმე სახელმწიფო იმაშიო როდაი ანალიზს რო უტარებენ და შარდის გასინჯვაშიო 18 მილიონს შარდის გასინჯვაში კი არ ხარჯავს სახელმწიფო 18 მილიონი გამოყოფილია ყველა ნარკოტიკის შემოწმებაზე არა მარტო პლანის და ანაშის რასაც ესენი ცირე ნარკოტიკის ეძახიან ყველა ნარკოტიკის უბრალოდ როდესაც ჯერ წარმოიდგინეთ კაცი რო პლანს მოწევს 40 დღე ჩება ორგანიზმში 40 დღე არც ერთი ამდენი ხანი არ ჩება და 18 მილიონი ამაზე გამოყოფილ და მოუწოდე მე რომ ხალხო გავაუქმოთ ეს და 18 მილიონი ხალხს მოვახმაროთ მაშინ იგივე ლოგიკით შეიძლება ვთქვათ რომ პოლიცია რაში გჭირდება ამდენი პატრულები დღარიან დღე-დაღამე ამდენ საწვავს წვავენ მთელი საქართველოს მასშტაბით მანქანები ტყუილად დადიან გავაჩეროთ ეს მანქანები პოლიციელების და აღარ გვინდა რა პატრული აღარ გვიან სამხედრო შეიარაღება მილიონები მიდის და დავაპუროთ ხალხი ეს ხო ტყუილი და თავის მოტყუებაა რა მაშინ აღარ გვინდა ეს იმაზე რატო აძახებ შოუები რო აქვს დღე-დაღამე და მილიონებს ხარჯავენ ამ შოუებში გააჩერონ ეს შოუები და აჭამონ ბოშიებულ ხალხს საჭმელი მატყუარები არიან და იმიტომ ეს ერთი ჯერ ეს ერთი რო იძახიან რომ როგორ შეიძლება ღვინო არ ისჯება და მსუბუქი ნარკოტიკი რატო უნდა დაისაჯოს პუნქტობრივად ამაქვს ჩამოყალიბებული ყველაფერი იმიტომ ეს ძალიან საშიში რაღაცაა საპირებენ ესეთ ჯერ ეს ერთი ვინ თქვა რომ ღვინო არ ისჯება სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაული აქ იურისტები არიან არ ვორმაგდება და არ არის დამამძიმებელია აბა სიმთვრალეში წაართვი კაც რაღაცა სიფხიზეში წაართვი დამამძიმებელია სიმთვრალე როდესაც მთვრალი მანქანაზე დაждები ჯერ ეს ერთი მანქანის ტარებას გიგზალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მარტო ჯარიმები კი არ ციხეში სვავენ მთვრალი თუ ხარ მანქანაზე რამოდენიმე დღე და ამერიკაში რასაც ესენი მინატრიან და შეხვფინებენ
გახსნილი ლუდის ბოთლი თუ გიდია მანქანაში, აი უბრალოდ გახსენი და გიდგა და გაგაჩერე პატრონმა. ამაზე არის ჯარიმა, რომ შე ლუდი გახსნილი გიდებს, რატო გახსენი გეუბნება. არა გაქვს დალეული. ამერიკაში ქუჩაში რო გამოხვიდე და მოიყუდო და დაალიო ლუდი, ეს არ შეიძლება, შეფუთული უნდა იყოს. რომ არ მოუწოდო ახალგაზრდებს, მოწოდება თითულება ეს ფაქტიურად ახალგაზრდობის. ამიტომ მათი ეს შეფასება, რომ სასმელზე არ იჯება, ესეც ტყუილი არის. ეხლა აქ იზახია, როგორ შეიძლება ადამიანი დაიჭირო პლანის მოწევის გამო. კი ბატონო, ეხლა დაჭერაზე ეკლესია არასოდეს მომხრე არ და მაფიქრო ნორმალური ადამიანი არასოდეს სხვას არ უსურვებს ციხეში ჩაჯდომას, მაგრამ უნდა იყოს ჯარიმა. უნდა გამოუწერო ჯარიმა, ვერ გადაიხდის, აი როგორც შუქზე ნაგავია მული თუ რაღაცა, ხო? ვერ გადაიხდი, შუქს გიდიშავენ. აი ესეთი რაღაცა უნდა გაიგეთ, რომ იმისიანები მიხვდნენ, რომ ვინ აყავთ სახში. თუ ამას არ გააკეთებს, ცოცხი, ნიჩაბი, ქუჩები ალაგებინე და გაზონები დაასუფთავებინე. დააკეთოს ეს ერთი და წერთან პლანი ეწიოს. თუ სიამოვნოს ესე აკეთოს. და მე ვფიქრობ, ესეთი ადამიანები ქვეყანაში დიდ თანამდებობებზე არ უნდა ნიშნავდე ესეთ ადამიანებს. ეს რო ეცოდინებათ, რომ მანქანის ტარების უფლება არ ექნება. ეცოდინება, რომ ჯარიმა უნდა გადაიღოს და ქუჩები უნდა დაალაგოს. ტელევიზორში კი არ გამოვა და კი არ მოწევს ესე ოფიციალურად. ესე ტელევიზორში შორენა ბაგაშვილიც გამოდიოდა და შეშვდებოდა და ესენი ამას რა სხვაობა ამათ შორის. არის ესეთი ნაწილი ამ პლანის მომწევებისა, თრიაქის მომწევების, რომელიც იძახიან, რომ ეს სამკურნალოა და აი მე მაგალითად ცუდად რო ვარ, არის რაღაც ავადმყოფები, ამას რო ვეწევი, თქვათ რაღაცებს შველის და მოყავთ არგუმენტები, რომ ამერიკაში, რომელ ზოგიერთ შტატში, ყველგან არ არის ამერიკაში, ზოგიერთ ციხე არის ამას და ჯარიმებია. ამასაც იტყუებიან, რომ ამერიკაში ყველგან ესეა. და რაღაცა ქვეყნები მოყავთ. და იძახია, რომ აქ ამას სამკურნალოდ ხმარობენ. კი ბატონო, ესე სამკურნალო მორფი და ოპიუმიც იყიდება სამკურნალო და ესა პრომედოლი და როგორც მარა სამკურნალო რო იყიდება მორფი და ცუდად რო ხარ და რო გიკეთებენ, ეს იმას კი ანიშნავს, შე ქუჩაში გამოხვიდე წამალი იკეთო. აბა გაიკეთე წამალი. ოპერაციის დროს ეკიპს მოაქვს და გიკეთებს. აბა შენ ქუჩაში გაიკეთე მორფი რას გიზავით? დაგიჭერე. ამიტომ ესეც შეპარულათ აქ და მოტყუებით აქ ეს ნათქვამი რომ აი წამლად გჭირდება ეს. ეს ალბათ მსჯელობის საკითხია თვითონ გადაწყვიტავთ თუ ეს მართა სამკურნალო ალბათ რეცეპტს გამოუწერენ და მაგრამ ეს არ იქნება ქუჩაში ეწიოს და რაღაც. ექიმი მიუტანს ეგეც არ ვიცი ხა ამაზე მსჯელობა არ მინდა. ნახე თავიდან როგორ დაიწყეს დეკრიმინალიზაცია და ეხლა ლეგალიზაციაზე ლაპარაკი. იცით რას ნიშნავს ეს? დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, როდესაც ადამიანი პლანს ეწევა და შენ ამას დაიჭერ და კრიმინალად არ ჩათვლი და ციხეში არ ჩასვა. აი ამას იხოცებოდნენ ციხეში არ ჩაქსვავთ. მაგრამ ჯარიმებზე იყვნენ თანახმა და რაღაცა ესეთ იმები. ო ციხე არა. ეხლა უკვე იქამდე მივიდა ამათი კადნიერება, რომ პირდაპირ ლეგალიზაციას ითხოვენ, რომ ეს მეორე საფეხურია. ანუ ლეგალურად პლანს რო ეწევი, შენ დამნაშავე კი არა ხარ და არც ჯარიმა და არაფერი. არც შეზღუდვების თანამდებობებზე, არც შეზღუდვების საჭესთან დროს არაფერი. ანუ ლეგალიზება ხდება, შეიძლება დათესო მოიყვანო. მაშინ ისევე როგორც ეწევი შეიძლება ჯარისკაცებმა მოწიონ. ეხლა წარმოედგინეთ დაბოლილი ჯარი. ეს მითქვენ რა ხდება? და დაბოლილი გენერლები. ამ პარლამენტში დაბოლები ჯერსაც ძინავთ, ეხლა წარმოედგინე რა იქნება. ქართველები იმიტომ უგებდნენ მუსულმანებს, რომ მოდიოდნენ ისე დაბოლილები მოდიოდნენ. და ქართველებს 2-3 ჭიქა ღვინო ქონდა დალეული. იმიტომ ერეოდა 10,000. როგორ შეიძლება ამ ორი რამის შედარება? ეხლა სამწუხარო რაღაცა მინდა ვთქვა, აფხაზეთშიც ძალიან ჩემი ბევრი ახლობელი დაიღუპა და მარტო ეს არ იყო, მაგრამ დიდი წვლილი აფხაზეთი გაყიდეს საერთოდ, მაგრამ დიდი წვლილი ეს იყო ნარკოტიკის გავრცელება. პირდაპირ ვიცი ბიჭები წასული იყვნენ, ტყვია-წამალს ცელებდნენ საქმე, გახდნენ ნარკოტიკი. დაიწყეს კეთება, ვისაც აქ არ უკეთია. მორფინისტმა რა უნდა იომოს? კაი, კარგად არის 2-3 საათი. გავა ეს 2 საათი და ცუდად ხდება ისე. ისევ წამალი უნდა. იმას წამალი თუ არ მიეც, იმას არც რო აინტერესებს არაფერი. აი ეს გაუკეთეს აფხაზეთში წასულ ქართულ ბიჭებს. და დეგრადირება ამითი გაუკეთეს. იგივეს გაკეთება უნდათ ეხლა.
ჯერ მაგის გარდა ვიცი რომ ოფიცრების გაშვება უნდა, საერთოდ ჯარის დეგრადირება უნდა, იმ ფონზე რუსები და სომხები რო აერთიანებენ ერთი ჯარი რო ყავდა აფხაზებს. წარმოვიდგინეთ, პლუს ოფიცრები არ აქვს, პლუს დაბოლილი ჯარი, ხო როგორია? ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ნარკოტიკის ქვეშ არ იყო სულ და ნახე რა ბრძანებები გაცდა. ძინარე ქალაქი ბომბა. ხიზელი კაცი ამას გააკეთებდა? ექსტაში მოსული ხარაბძანებას გასცემდა, ხარაბძანებას დაღუპა ქვეყანა დაანგრია. ამიტომ ესეთი ხალხი დიდ თანამდებობაზე არ უნდა ენიშნებოდა. ეხლაც უყურებდი უკრაინაში, უნდათ სინჯეაგოთ ეუნებიან, კაი ბატონო, თმა მოგვეციო, თმიდან იციან აღება, თვაშიც ჩერდება ეს ნარკოტიკი. არ აღებინებს სინჯი, იმიტომ რომ ამაშია გახოვლი და იმიტომ. კიდე ესეთი არგუმენტი მოყავთ. ეხლა ყველა არგუმენტები მომაქვს, რაც მოყავთ მორფინისტი მას. წეველებს თქვა, კაი. აი ქართველი მეფეებიო ტრიაკს ეწეოდნენ, რომელი მეფე ეწეოდა ტრიაკს? სიმონ პირველი ხელი, დავით აღმაშენებელი და ვახტანგ გორგასლები ამას არ ეწეოდნენ. ეს არსად არ წერია რომ ამას აკეთებდნენ. რომ პირიდან ბოლოს უშვებდნენ წმინდა მეფეები. ამას აკეთებდა სიმონ პირველი, რომელიც დაიჭირეს ოსმალებმა, ჩააგდეს ციხეში, ალამუთის ციხეში და აწევინებდნენ პლანს. რატო? იმიტომ რომ დეგრადირებული ყოფილიყო სარდალი. და კაც რომელსაც ერქვა სიმონ ხელი და ანუ სიმონ გიჟი, გახდა სიმონი, რომელიც არაფრის გამკეთებელი აღარ, გაბრუებული იყო. მე მინდა იმ ახალგაზრდა გოგოებს და ბიჭებს უთხრა, ჩემმა თაობამ ეს გამოიარა თავის თავს. ჩემ გვერდში გაიზარდა ეს ხალხი და უმეტესობა, ვინც მორფინისტობა დაიწყო, მოკვდა სასაფლაოზე წვანა. ან გავლოთდნენ ფული რო აღარ ქონდათ, ეხლა იაშიკებზე სვამენ პივას და ითხოვენ დამალევინეო. რაღაცა ნაწილი გამოვიდა აქიდან, იმიტომ რომ დიდი ბრძოლი, დიდი მითი, მაგრამ მაინც ხალხა წაეპარება ხოლმე. და იმ წაპარვების დროს თუ მოკვდა კაცი, მისთვის წესის აგება არ შეიძლება. კაცი რომ მოკვდება ნარკოტიკი, წესის აგება არ შეიძლება მისთვის. ისევე როგორც ლოთობით თუ მოკვდა კაცი, პირდაპირ წერია სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. აი ამ ლოგიკით რომ ლოთისთვის არ შეიძლება, ის კი არა ცოტა რო დალი, ეს არ არის. შეიძლება ცოტა დალევა. ლოთი რომ მოკვდება მისთვის წესის აგება არ შეიძლება, წამლით რო კაცი მოკვდება მისი წესის აგება არ შეიძლება. ამიტომ ამ გოგოებს, ამ ბიჭებს, პატარებს, ჩემს შვილებს, ძმებს, დებს, რა ვიცი რა დავარქო, მინდა უთხრა რომ ატყუებენ მათ. თუ არ გჯერათ, კითხეთ ნამორფინისტალის ცოლებს. აი გოგოები ხო არიან 40-50 წლის. აი მასაკის გოგოებს, ვისაც მორფინისტი ქვრები ყავდათ. მოგიყვებიან რა სცენები ხდება მათთან სახლში, რა ხდებოდა. ახალგაზრდა ქალი რომ მიყვა სახლში და ქმარი გინდა რომ ყავდა გადალეშილება და შტერევით რო გდია და არაფრის თავი რო არა. ცოლები არ ჭირდებოდა, შვილები არ ჭირდებოდა, რომელ დემოგრაფიაზეა ლაპარაკი. ცოლები ყავ ჩაბარებული წამლის გამოსატანად. კითხეთ და გეტყვიან. და ნორმალური გოგო როგორ შეიძლება მორფინის გაყვეს? თუ კი რამე აქვს შეძენილი, არაფერი აღარ ექნება, არ თავის კი არა, მშობლების მოცემულიც აღარ ექნება, ყველაფერი წამალში წავა. გინდათ ესეთი ქმრები? და მე არც მინახია მორფინისტის ოჯახი ბოლომდე ნორმალურად ყოფია, სულ პრობლემები არის და იშლებიან, ცილდებიან ერთმანეთს. რო შემოხვალ და შე რო გონება წასული გდიხარ, შეიძლება კაცი რომ მოვა და რაღაცას მე უკეთებენ იმაცოლებს, ამყარებენ ურთიერთობას რაღაცას. უამრავი შემთხვევებიც ესეთი. ძმაკაცი, მორფინისტები ერთმანეთს ცოლებში რო დადიან. იმიტომ რომ ხედავ რომ ეს კაცი ყურადღებას აღარ აქცევს თავის ცოლს. და ესენი არიან საერთოდ ხელმოცარული პოლიტიკო დააკარგეს ყველაფერი. თელი ოცნება თავზე ხუხულასავე დაეხოთ, იმიტომ რომ ღმერთს დაუპირისპირდნენ და საქართველოს ეკლესიას დაუპირისპირდნენ, ამიტომ არიან ესეთ დღეში. კიდევ ორ დღეში ჩავარდებიან, თუ არ შეინანეს. თუ ბოდიშები არ უხადეს ეკლესიას და ღმერთს. და ეს კაცი გამოდის რითიგან და ეს კაცი პირდაპირ იძახის რომ ლეგალიზება უნდა მოხდეს ნარკოტიკის. რითი განსხვავდება ეს ადამიანი სერგო ორჯონიკიძისგან, რომელმაც მიწები გაყიდა, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაში საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი თანამდებობა ქონოდა. თანახმა იყო რომ საქართველოს დაეპყრო რუსეთს, წითელ რუსეთს რაც გაგვიკეთეს ხო ნახეთ. მარტო ეს კი არა, მიწები მიყიდეს ჩვენ მეზობლებს.
ისინი თუ მიწებს ყიდიდან სერგო ორჯონიკი და ფილიპე მახარაძე ესენი ადამიანთა სულებს ყიდიან, იმიტომ რომ სათავეში მოექცენ და უფროსები იყვნენ და პარლამენტში იყვნენ და ჭამონდა სხვა. არ არის ესე, ზუსტად ესეა. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაარქვას. ეს არის ხალხი, რომელიც არის პირდაპირ მტერი ქვეყნის. თვითონ თუა გაკეთებული წამალი ერთი, რომ გამოდის და ლაპარაკობს და სხვებს რომ მოუწოდებს ამისკენ. ან თუ უნდა რომ სიძე ყავდეს მორფინისტი, არ ძალი მორფინისტი. და ორსულმა წამალი იკეთოს, თუ უნდა ერთი კითხეთ აბა. მაგრამ თანამდებობა უნდა ფული აქვს აღებული ამ სიტყვებში. და ბოლოს ამითი დავამთავრებ, ჩემო ქრისტესინო ძმებოდა დებო. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ესა მკაცრად ლაპარაკობს, ესე უნდა ელაპარაკო ამ ხალხს. ამათა სხვანაირი ლაპარაკი აღარ შეიძლება, იმიტომ რომ მატყუარები არიან, ღუპავენ ქვეყანას. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, არც ახალგაზრდები არავინ არ აინტერესებთ. სოლომონ ბრძენს უწერია ესეთი სიტყვები ძველ აღთქმაში. ცოდვაო შორი და რო უყურებ ძალიან ლამაზიაო და შედარებული აქვს მოგუზგუზე ნაკვერჩხალს, ხო გინახეთ ნაკვერჩხალი ისა წვაფსანამ შეწოდა ელვასავით რო გადადის, ხო ლამაზია. აი ესეთი ლამაზიაო, მაგრამ აბა მოკიდე და პირში ჩაიდე რას გიზავს. დაგწვავს. ესია ცოდვა. ესია გამოსახული გველეშაპი, რომელსაც წმინდა გიორგი კრავს, ჭრელად არის, ლამაზი რაღაც, სილამაზით მოდის. გველიც, რომელიც ადამიანთან მივიდა, ლამაზად მოსყრიალებდა. და აცდუნა ადამი და მოატყუა. ცოდვა თავიდან არის ლამაზი, რო შეჭა, მე რა მიხვდები ეს რაც არის. რო ნახრავ დაკრუნჩხულ მორფინის ლომკას რო ეძახენ, მე რა მიხვდები საით გიბიძგებენ ეს ხალხი. ამიტომ არ გააკეთოთ ეს და არ დაუჯეროთ, ესენი არიან მტრები და მოღალატეები ქვეყნის. ზუსტად აი ამ სიტყვებით ვიძახი, რაცაც იმსახურებენ. მე ვფიქრობ ჩვენმა პარლამენტმა, რომელიც ხალხმა ერჩია, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და კითხოს ხალხს. გვინდა ჩვენ მორფინისტები, მორფინისტული სახელმწიფო თუ არ გვინდა? ჩვენ გარშემო დილოკავკასიელები დღე და ღამე ვარჯიშობენ. რკინას კუნეტავენ. სომხებს იმხელა შეიარაღება რუსებთან ერთად, აზერბაიჯანს, აფხაზეთს და ჩვენ რა მორფინისტები, ოფიცრების გარეშე დარჩენილი ჯარი და რა. ზუსტად ეს უნდა თო საქართველო აღარ იყოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შენ დაგვიფარე და შეგვიწყალე. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი და ყველა წმინდანები იყვნენ ჩვენი მეოხი ღვთის წინაშე დაგვიცვალ ამისგან და მე ვიმედვარ და ვთხოვ ალბათ მიმართავთ კიდევ თავრობას რომ ამაზე მოწია პლანი პირდაპირ რაც უნდა მოკიდო ხელა გაუკეთო ის რაცაც უკეთებ. რაც ვილაპარაკეთ რა ჯარიმა იქნებოდ რა თვითონიციან იურისტები. ესე დაშანტაჟება ქვეყნის. მაშინ მე შემიძლია დავაშანტაჟო. ეხლა საჭმელს თუ არ მოწერ ნერვებს ვენებს გადავიჭრი ან რაღაცას ვიზავ. და თავს დავიწვავ და შევკრიბო ხალხი და თავი ვიწვა და რაღაც ვაშანტაჟო ეს ქვეყანა რაღაცები ვაკეთო. სწორი იქნება ესე დამოკიდებული. მე ვფიქრობ არ იქნება. ჩვენ ისიც გვეყოფა რომ მიდრეკილები ვართ ბოროტისაკენ მიუხედავად იმისა რომ ბავშვებიდან გვეუბნებენ ეს არ შეიძლება ეს არ შეიძლება მაინც უც ვაკეთებთ ხო ჩვენ თავზე ხო გამოსტილი წარმოვიდგინეთ ცოლს რომ მოიყო და ცოლი და თქმა ერთად წამალს რო იკეთება ცოლი რომ ეუნა მომიხარშდე ეს რომ არა ვერ მოგიხარშავთ და შენ მომიხ წარმოიდგინე ეს რა ოჯახები იქნება ეს რა ქვეყანა იქნება მაგრამ ერთი მომენტი კიდე რატო უნდა თითით ამის გაკეთება? ესეთი ხალხის მართვა არის ძალიან ადვილი. რასაც გინდა გააკეთებინებ ამ კაცს. აი როგორც მეძავის საზოგადოების მართვა ადვილი და სინონიმია რა მეძავი ქალებით ახარ ყველაფერზე თანხმდებიო. ხო გაგიგეთ ესეთი გამოთქმა. უპრინციპულობის სინონიმია მეძავობა. ლოთობა, ლოთი კაცი შეგილი ერთ ჩიქაზე მთელი დღე მონასავი თამუშაო. აი ესე მორფინისტი რო დაანახებ წამალს, რასაც გინდა კაცობაზე მოაწეს 99% უარს. ოღონდ წამალი გაუკეთე. 1%-ს უტოებ, რომ არ თქვა, რომ შენ ყველაზე ლატო ლაპარაკობ მამო. 1%-ს ტოებ. რო თავის თავზე არ აიღოს ვიღაც. ყველაფერზე წამსვლელები არის. ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა სწორი შეფასება მიგვაცემინოს ამაფის. ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა დაგვიცოთ.